საღამო მშვიდობისა, ეს არის საავტორო გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურუა და დღეს წარმოგიდგენთ. ასაკრძალი პოლიტიკური პარტიები თავდაცვისთვის ემზადებიან. რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნიან ისინი რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. 4 ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიიდან 3 არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს. გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. რას მოუტანს ქვეყანას პროევროპული ოპოზიციის აკრძალვა. ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია ისევ ბუნდოვანია. როგორ შეინარჩუნებენ ამომრჩევლებს პარტიები, რომლებმაც ახლა თავი უნდა გადაირჩინონ. დემოკრატია გამოცდის წინაშე. საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალური საკითხების ანალიზი გადაცემაში. სათქმელი ირინა ყურუასთან ერთად. სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე მიიღო. სწორედ აქ გადაწყდება გამოცხადდება თუ არა არაკონსტიტუციურად 4 ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიიდან 3. პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების, პოლიტიკური ჯგუფების, ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტების წევრების ერთობლივ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას 28 ოქტომბერს აუწყა. შალვა პაპუაშვილმა ასაკრძალ პარტიებად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო დაასახელა. ასევე თქვა, რომ მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც მისივე განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია ლელოს სახელით საკრებულოებში გასულ 49 წევრთან დაკავშირებით. აქ არგუმენტად ამომრჩევლებისადმი პატივისცემა დასახელდა. განმარტება გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც და თქვა, რომ თვითმმართველობა მაინც ადმინისტრაციული დონის ხელისუფლებას წარმოადგენს და აქედან გამომდინარე პოლიტიკურ პროცესზე ამას არსებითი გავლენა მაინც არ აქვს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით კონსტიტუციური სარჩელის ავტორებმა ასაკრძალი პარტიების შერჩევისას შემდეგი პრინციპით იხელმძღვანელეს. რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის პარტია რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა. საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. გადაწყვიტეს, რომ არ იკვეთება შემდეგი პარტიების აკრძალვის აუცილებლობა. დროა, გირჩი მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ფედერალისტები და რესპუბლიკური პარტია. თუმცა, იქვე გაცხადდა, რომ პარტიების არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ. რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ გუნდს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ პარლამენტში დაბრუნებით პარტიამ თავი გადაირჩინა. მათ რომ უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, ან თუნდაც ის მდგომარეობა, რომ შეენარჩუნებინათ, რაც მანამდე იყო, როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან არა. ამ შემთხვევაში ეს პარტია აუცილებლად იქნებოდა ამ სარჩელის ნაწილი. რეალურად პარლამენტში შემოსვლით მათ გადაირჩინეს თავის სამართლებრივად ამ სარჩელში მონაწილეობისგან. მათ მიმართ ბრალდების მთავარი საყრდენი იქნებოდა საბოტაჟი და ბოლო მომენტში მათ უარი თქვეს საბოტაჟზე. ამით გადაირჩინეს სამართლებრივად თავი ამ პროცედურაში მონაწილეობისგან, თქვა ირაკლი კობახიძემ. პარტია გახარია საქართველოსთვის წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგნენ. მადლობა გაქვთ მოსახდელი უმრავლესობის თითოეული წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, რომ აქ სხეთხართ და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გქვიათ. გამოუცხადეს მათ ქართული ოცნების წევრებმა და იქვე გააფრთხილეს. დღეიდან 3 წლის განმავლობაში მოგიწევთ ყოველდღე თავის მართლება, რომ თქვენ არ ხართ ნაცები. პარტიებისა და კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ამ კრძალავ კანონებთან დაკავშირებით ლელო ძლიერმა საქართველომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. სარჩელის ავტორებს მიაჩნიათ, რომ პარტიების აკრძალვა და პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა ქვეყანაში დემოკრატიის მნიშვნელოვან რღვევას იწვევს. ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო კონვენციებს. ნახოთ რა გამოვა ამ პროცესიდან. საინტერესოა, როგორია საერთაშორისო გამოხმაურება საქართველოში მიმდინარე ბოლო პროცესებზე. ევროპარლამენტში პარტიების აკრძალვის მცდელობას დიქტატურად მიიჩნევენ. ევროპარლამენტარი რიხარდ სკოლსი სოციალურ ქსელში წერს, ეს დემოკრატიული უკუსვა აღარ არის, ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა.
ქართული ოცნება ცდილობს პოლიტიკური კონკურენციის გაქრობას, მოქალაქეებისთვის უფლებების ჩამორთმევას და საქართველოს რუსულ სატელიტად გადაქცევას, ისე როგორც ბელარუსია. ასეთია კორსის შეფასება. სამხრეთ კავკასიაში EUTO სპეციალური წარმომადგენელი ლუის გარჩა განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმ შესაძლო შედეგების გამო, რომელიც მსგავსმა პროცესებმა პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული ცხოვრებისთვის შეიძლება გამოიწვიოს. გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური აქტორების პროცესებიდან გარიცხვას გამოიწვევს, საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას უზრუნველყოფს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობას დაასუსტებს. აღნიშნავს სამხრეთ კავკასიაში EUTO სპეციალური წარმომადგენელი ლუის გარჩა. ევროკომისიის სპიკერის ანიტა ჰიპერის შეფასებით კი ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა მორიგი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას დემოკრატიას და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას აშორებს. სამი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის ფონზე პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე გამოჩნდა ახალი ანტიდასავლური პარტია. საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებლის ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პარტიად ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დაიწყება საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. ეს ის ძალაა, რომელიც ევროკავშირსა და ნატოს საქართველოს მტრებად მიიჩნევს და თვლის, რომ ორივე გაერთიანება საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი აგენტების მოყვანას ცდილობს. არ არის გამორიცხული სხვა ოპოზიციური პარტიების ჩამოყალიბებაც ვიხილოთ, პარტიად რეგისტრირების წარუმატებელი მცდელობები აქვს თავისუფლების მოედანს, პოლიტიკური განაცხადი გაკეთებული აქვს ანალიტიკური ცენტრის ჯეოკეისის დამფუძნებელს და ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს ვიქტორ ყიფიანს, პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას ცდილობს კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელიც თანამოაზრეებს ესაუბრება. ვნახოთ, ვის მიეცემა პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა და ვის არა. დღეს საინტერესო დღე იყო იმ თვალსაზრისით, რომ მუნიციპალიტეტებში მუშაობას შეუდგნენ ახალი მოწვევის საკრებულოები. აირჩიეს თავმჯდომარეები და რეგისტრირდნენ ფრაქციები, მუშაობას შეუდგნენ მოქმედი კომისიების ახალი ხელმძღვანელები. უმრავლესობაში ყველგან ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან. ამასობაში ქვეყანაში სახალხო პროტესტის 327 დღეა. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი და საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული მოქალაქეები უწყვეტად ყოველდღე იკრიბებიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობებთან. პერიოდულად მიმდინარეობს შეცვლილი და გამკაცრებული კანონმდებლობის შესაბამისად მათი დაკავება, ვისაც ბრალად ქუჩის გადაკეტვას დასდებენ, თუმცა საპროტესტო გამოსვლები მაინც გრძელდება. ყველა აღნიშნულ საკითხზე ვიმსჯელებთ 1 საათის განმავლობაში ღია ეთერის ფორმატში. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ლევან სანიკიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი და ნიკა ფარულავა პარტია ახალი წარმომადგენელი. აქვე გეტყვით, რომ ქართულ ოცნებაში პირდაპირ ეთერში კითხვებზე საპასუხოდ დღეს ვერავინ მოიცალა. ჩვენ შეგვიძლია უკვე კითხვით გადავიდეთ ჩვენს პირველ სტუმართან, ბატონი ლევანი უკვე ჩვენთან არის ხაზზე. საღამომშვიდობისა, მადლობას გიხდით, რომ გვითმობთ დროს და უპასუხებთ ჩვენს შეკითხვებს. ბატონ ლევან, როგორც მოსალოდნელი იყო, მადლობა თქვენ. ქართული ოცნების მთავარი სამიზნე, პირველი სამიზნე მაინც თქვენი პარტია გახდა. შალვა პაპუაშვილმა ერთ-ერთი ასეთი განმარტება გააკეთა, ნუ მრავალთა შორის ერთ-ერთი იყო ასეთი, რომ საკონსტიტუციო სარჩელის ლოგიკა ისაა, რომ ხელი შეუწყოს თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის პრინციპს, რაც გულისხმობს იმას, რომ დემოკრატიამ თავი უნდა დაიცვას დემოკრატიის მტრებისგან. ამ შემთხვევაში ცხადია დემოკრატიის მთავარ მტრებად თქვენი პარტიის წევრებს და მთლიანად პარტიას მოიაზრებს და თქვენ ბრალს გდებენ როგორც ანტიქართულ, ასევე ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში. ეს ყველაფერი მოისმინა საზოგადოებამ ბოლო 2 დღის განმავლობაში გაკეთებული განმარტებებიდან. მოდით ზოგადი შეფასები დავიწყოთ, თუ შეიძლება, ჩვენს აუდიტორიასაც გავუზიაროთ თქვენი ანალიზი, რას ფიქრობთ ამ სარჩელზე, მოსალოდნელ შედეგზე და სხვა ქვეყნებთან პარალელზეც, რომელიც გვესმის ბოლო დღეების განმავლობაში, რომ მხოლოდ საქართველოში არ ხდება პარტიების აკრძალვა და ეს მიღებული და დანერგილი პრაქტიკაა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, პირველ რიგში რა თქმა უნდა, მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ყველა პოლიტპატიმარს. მოდი დავიწყოთ საუბარი იმ საკითხით, რაზეც თავად ეგრეთ წოდებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომელი პარტია ამ ქვეყანაში ანტიდემოკრატიული, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური. ანტიდემოკრატიული პარტია არის ქართული ოცნება, რომელმაც
ბოლო დავანებოთ თავი 13 წელს, ბოლო 1 წლის განმავლობაში მთლიანად გაანადგურა ყველა ის ნიშანწყალი დემოკრატიის, რაც კი შეიძლება ყოფილიყო დარჩენილი. ციხეების სავსეა პოლიტპატიმრებით, ბრძოლაა გამოცხადებული პოლიტიკურ პარტიებთან, თავისუფალი უნივერსიტეტების წინააღმდეგ არის აბსოლუტური შეზღუდვების დაწესების სურვილი, თავისუფალი მედიის გაჩუმების ცდილობაა და რაც თავარია უარი ითქვა ამ ქვეყნის ევროპულ განვითარებაზე 2024 წლის 28 ნოემბერს. არაკონსტიტუციური ძალა არის ქართული ოცნება, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბერს გააყალბა ამ ქვეყანაში არჩევნები და მოაწყო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება. ხელისუფლება არის მიტაცებული და ეს არის ძალა, რომელიც ყოველდღიურად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლს და 78 მუხლს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან. ეს არის ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული, ანტიქართული ძალა, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის ამ ქვეყნის ტრადიციებს, რომელიც არის პუტინის მორჩილებაში, რომელიც მტერს აცხადებს მოყვარეთ, რომელიც აპირებს ოფიციალურ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის ბოდიშის მოხდას, რომელიც გიორგი ანწუხელიძეს უწოდებს ქვეყნის გმირს, ეროვნულ გმირს პიარისთვის შეწირულს, აი ეს პოლიტიკური ძალა ამდგარია და ავტორიტარიზმიდან უკვე აშენებს დიქტატურას. ეს არის ცხადზე უცხადესი. ის ქვეყნების მაგალითები, რომლებიც მოყავთ ევროპული სახელმწიფოების, პირველი დავიწყოთ იმით, რომ როდესაც ევროპულ სახელმწიფოში ხდება პარტიის აკრძალვა, ამ სახელმწიფოებში არის სამართლიანი სასამართლო, ამ სახელმწიფოებში მუშაობს დემოკრატია, როგორც წესი ეს სახელმწიფოები არიან ევროკავშირის წევრები, აქვთ დემოკრატიული ტრადიციები. ის პარტიები, ვისაც გრძალავენ, არიან ან პრორუსული პარტიები, ან ნაცისტური, ან ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები. აი თუ კი სადმე შეგვიძლია ვიპოვოთ ანალოგი იმისა, რაც საქართველოში ხდება, არის პუტინის რუსეთში და ლუკაშენკოს ბელარუსში. აი იქ ხდება ზუსტად ის, რაც დღეს საქართველოში ტრიალებს. აბსოლუტურად გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი სამიზნე 13 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას ეჭირა და ახლაც უკავია დემოკრატიული აი ამ პროცესის ციტადელის როლი, რომელიც ხელს უშლის ივანიშვილის დიქტატურას სრულფასოვანი დამყარებისკენ. ამიტომ მათ მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ისინი აპირებენ იურიდიული რეგისტრაციის გაუქმებას, მაგრამ ზოგადი შეფასებისთვის ისიც მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ პარტიის არსებობა კლასიკური გაგებით, რომლის მთავარი მიზანიც არის მოქალაქეთა ინტერესების გატარება და ხელისუფლებაში მოსვლა, ამ ინტერესების აღსასრულებლად. ამ ქვეყანაში მოქალაქეთა ინტერესების გატარებას ჩვენ გაუქმების შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აპირებენ იმის აღიარებას, რომ ნაციონალური მოძრაობა აიკრძალება. ყველა ის საერთაშორისო ოჯახი იქნება თუ პოლიტიკური ოჯახი, რომლის ნაწილიც არის ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ დავრჩებით იმის წევრები, ამაზე აქტიურად მუშაობთ, რომ ჩვენი გაუქმების აღიარება არ მოხდეს საერთაშორისოდ, ხოლო ქვეყნის შიგნით პარტიის ძირითადი ფუნქციები, რაც არის ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ფუნქციონირებას, მაგრამ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ რეგისტრაციის ატრიბუტიკა დემოკრატიულ პირობებში საჭიროა რისთვის? ერთი, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, და ამ ქვეყანაში არჩევნების ინსტიტუტი არის გაუქმებული. მეორე, ეს არის მხარდამჭერთა ორგანიზება და წესდების ქონა და მხარდამჭერთა ორგანიზება სხვა გზებითაც არის შესაძლებელი და მესამე ეს არის ფინანსური ანგარიშების ქონა, სადაც ყველა ადამიანს, ვინც არის ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი, ისედაც სულს ხდიან. შესაბამისად, ამ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით, ჩემი აზრით, ქართული ოცნება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს დაიზიანებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ხო, ის ბრძოლა, რომელიც აი რითი თუ შეიძლება, მოდით ესეც უთხრათ ჩვენს აუდიტორიას, აი რა თვითზიანის მიმყენებელი იქნება, აი როგორ დაიზიანებს, თქვენ როგორ ხედავთ ახლა ამ ზიანს? რითი ან რითი გაიზომება, გასაგებია, თქვენი მხარდამჭერები, თქვენი ამომრჩევლები და საერთაშორისო დონეზე თქვენი პარტნიორები არ აღიარებენ ამას, მაგრამ ძალიან საინტერესო ფრაზაა, რაც მუდმივად გვესმის, რომ საკუთარ თავს დაიზიანებენ. აი რაში ხედავთ, როგორ შეიძლება ეს გამოიხატოს? კი ბატონო, ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. პირველი დავიწყოთ საერთაშორისო ფრონტით. ივანიშვილის ხელისუფლება გაფორმდება როგორც კლასიკური დიქტატურა, რომელიც ყველა იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც
ფლობს შანსს, რომ ამ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების წესით და ეს 2024 წლის 26 ოქტომბერს მოხდა უბრალოდ ივანიშვილმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ამ პოლიტიკურ პარტიებს უბრალოდ კრძალავს. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმის მიმყენებელი საერთაშორისო ქართული ოცნებისთვის და ჩემი ღრმა რწმენით რიგი სანქციების დაწესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ეს ერთი, ანუ ქვეყნის გარეთ. მეორე არის ის, რომ ქვეყნის გარეთ რა თქმა უნდა პარტიას ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება ამ რეპრესიების პირობებში და ის ყველა პოლიტიკური ოჯახი, რომლის წევრიც არის ნაციონალური მოძრაობა, ბევრად უფრო მეტი ინტერესს გამოიჩენს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის, არამედ ქართველი ხალხის ამ ბრძოლის მიმართ. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს შეიძლება გახდეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციისთვის, კიდევ უფრო მეტი სოლიდარობისთვის პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას შორის და ასევე ახალი სხვადასხვა სახის ნაბიჯების გადადგმისთვის პარტიული ცხოვრების თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ როდესაც არის მზარდი დიქტატორული მიდრეკილების მქონე ხელისუფლება, პოლიტიკურ პარტიასაც უწევს რიგი სხვადასხვა მოქმედებების, ცვლილების, ახალი პრაქტიკების განერგვის და დარწმუნებული ვარ. ბატონო, აი როგორ გადალაგდება თქვენი დღის წესრიგი და ზოგადად ოპოზიციური პარტიების ეს რა თქმა უნდა საინტერესოა. მანამდე კონტექსტიდან გამომდინარე, აქვე მინდა კითხოთ, ალბათ არ არის უმნიშვნელო, რაც ჩაიწერა ამ სარჩელში საზოგადოებისთვის ყოველ შემთხვევაში და თქვენ რა თქმა უნდა იცით რაც წერია აქ საზოგადოებას ეუბნებიან რომ სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს და დამეთანხმებით რომ ეს მნიშვნელოვანი ჩანაწერია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამ ჩანაწერის ვრცელი დასაბუთებაც მოისმინა საზოგადოებამ თქვენც როგორც ადრესატ პარტიას მინდა გკითხოთ თქვენ როგორ აფასებთ არის სერიოზული ბრალდება რაც რა თქმა უნდა საფუძვლოდ დაედება ოფიციალურ გადაწყვეტილებას ამიტომ გონია რომ ამაზე საუბარიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის კი ბატონო რა თქმა უნდა აქაც ხაზი უნდა გაუსვათ რამდენიმე საკითხს პირველი არის ის რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას თუ ვინმე ხელყოფს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება. ის, რასაც ედავებიან ნაციონალურ მოძრაობას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, არის სინამდვილეში პირიქით. ნაციონალურ მოძრაობას არ პატიობენ, რომ როგორ გაბედა ამ პარტიამ და როგორ არ ჩააბარა საქართველოს მტერს, როგორ არ ჩააბარა თბილისის მტერს. სინამდვილეში ნაციონალურ მოძრაობას ასამართლებენ ორი თარიღის გამო. 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის გამო, რომ ამ ქვეყანამ ირწმუნა იმ დღეს, რომ შესაძლებელია საქართველოსგან დამოუკიდებელი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა და მეორე თარიღი, რომლის გამოც ასამართლებენ, არის 2008 წლის 7 აგვისტო, რომ როგორ გაბედა ქართველმა ხალხმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ და თავი არ დაუხარა რუსეთის ფედერაციას. აი ამის გარშემო არის ეს მთლიანი სარჩელი აწყობილი. კი ბატონო, ფორმულირებებიც როგორ ჩაიწერა აუცილებლად ოპონირების რეჟიმში რომ იყოს დღეს აქ ქართული ოცნების წარმომადგენელი აუცილებლად გეტყოდათ რომ ეს ბრალდებების თქვენსკენ არის მომართული რომ თქვენ ხელი შეუწყეთ თქვენ ნუ პირობითად პერსონალურად თქვენ არა მაგრამ პარტიას მიემართება ეს ბრალდებები ორივე თარიღთან დაკავშირებით და ამიტომაც თუ კი ეს საფუძვლად დაედება და დადგება ეს ნეგატიური შედეგი ანუ ნამდვილად აიკრძალება მათ შორის თქვენი პარტია მაშინ მნიშვნელოვანია ამიტომაც გთხოვეთ დიახ ამ პასუხის ამ ანალიზის გაკეთება. კი ბატონო, ნახეთ აი ერთ დეტალს დავამატებდი. კი ბატონო და სხვა მიმართულებითაც მინდა მოვასწრო კითხვები ბატონო. კი ბატონო, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ქართული ოცნების მოსაზრებები მე პირადად არ მაინტერესებს, ამასთან დაკავშირებით ჰააგას და სტრასბურგს აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებები გამოტანილი და ორადორი ძალაა მსოფლიოში, ვინც თulis რომ 2008 წლის ომში ქართველები ვართ დამნაშავეები. ქართული ოცნება და ვლადიმერ პუტინის ეძინაია რასია. აი ეს ორი პარტია არიან. ისინი არიან ერთ ჭკუაზე, დანარჩენი დედამიწა არის მეორე ჭკუაზე, თავის ჰააგის და სტრასბურგის გადაწყვეტილებებით. ამიტომ საიდანაც არ უნდა მოაბან სახელური ამ ქოთანს ქართული ოცნება იქნება მარია ზახაროვას, პუტინის და ლავროვის მოკავშირე, იმიტომ რომ დანარჩენი საერთაშორისო სასამართლოები, ეს სტრასბურგი იქნება თუ ჰააგას, ამასთან დაკავშირებით წერტილი აქვს დასმული. ვინ, როგორ და რა სიმართლით იყო იმ ომში. კი ბატონო, ეხლა გავშალოთ, მოდით შეიძლება აი მიმართული
მიმართულებით, რაზეც თქვენ საუბრობდით, რომ რეალურად აკრძალვა პარტიის თქვენს პოლიტიკურ საქმიანობას ვერ შეაჩერებს და ჩვენ სხვა სპიკერებისგანაც სხვა ინტერვიუებში მოგვისმენია, რომ ამით თქვენი საქმიანობა რეალურად არ შეჩერდება. ეხლა საინტერესოა, აი როგორ გადალაგდება თქვენი დღის წესრიგი და აქ ძალიან მინდა მოვასწრო კოორდინაცია პარტიებს შორის. საზოგადოებამ ნახა, რომ არ შედგა ეს წინასაარჩევნოდ და მაინც პარტიები განსხვავებულ პოლიტიკურ ნაპირებზე აღმოჩნდნენ. მოკლედ, დადგა თუ არა დრო, მხოლოდ პოლიტიკური კომენტატორობიდან უკვე პარტიებმა გადაინაცვლონ აქტიური ქმედებისკენ ეს გარკვეულწილად პრეტენზია ცხადია ალბათ მოგისმენიათ თქვენი ამომრჩევლისგანაც, რას შეცვლით, აი რა იცვლება რეალურად ამ გადაწყვეტილებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაც დადგება, მაშინ რეალურად თქვენ როგორ შეძლებთ პოზიციონირებას როგორც პოლიტიკოსები პერსონალურად და როგორც გუნდი? მე ესე დავაყენებდი ამ საკითხს, რომ კლასიკური გაგებით ამ ქვეყანაში პოლიტიკა არის მკვდარი, შესაბამისად პოლიტიკოსის ინსტიტუტი ცოტა გაბლარულია ამ წუთის მდგომარეობით, რაც წარმოადგენს და ამ პარტიის წევრები რიგითი იქნება თუ მე იერარქიით არ მიყვარს საუბარი რა ამ პარტიაში იერარქია მეორე ხარისხოვანია და მეასე ხარისხოვანია. ყოველდღიურად მნიშვნელოვან შრომას ეწევიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ამ ვითარების გამოსწორებისთვის, მაგრამ მე რასაც მივაქცევდი ყურადღებას არის ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები უნდა იყვნენ ძალიან მხნედ, ომახიანად, არ გვაქვს ხელების ჩამოშვების უფლება, ამ ქვეყანას მართავს საოკუპაციო რეჟიმი და იურიდიულად რეგისტრირებული იქნება თუ არა პარტია და წესდება იქნება თუ არა დარეგისტრირებული, არის მართლა მეორე ხარისხოვანი. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ინსტიტუტი ივანიშვილს აქვს მოკლული 26 ოქტომბერს მან დახვრიტა და ეხლა კიდე მეორედ გაამეორა 2025 წელს. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელია ბევრად უფრო მეტი თანამოაზრის პოვნა საზოგადოებაში პირველ რიგში იმ საპროტესტო ელექტორატში, განსაკუთრებით რომელიც რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად იბრძვის ამ ქვეყანისთვის და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი და გაერთიანებას მხოლოდ ამის გარშემო ვხედავთ, ის ადამიანები, რომელთა კეთილსინდისიერებაშიც არ გვეპარება ეჭვი, რომლებიც არაპირებენ ივანიშვილთან სხვადასხვა სახის გარიგებაში შესვლას, მის ინსცენირებულ სხვადასხვა სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ეგრეთ წოდებული არჩევნები იქნება თუ რა იქნება, მეორე ხარისხოვანია, ამასაც ვიტყოდი, აი ისეთ ძალებთან და ისეთ განსაკუთრებით პიროვნებებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, პატრიოტებთან, რომლებიც არიან ჩართული ყოველდღიურად ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმიტომ რომ ბუნებრივია საქართველოში ამ პარტიების გაუქმების შემდეგ ვეღარ იქნება ის პოლიტიკური ცხოვრება, რაც თუნდაც დღეს არის. კი ბატონო, თუ შეიძლება უფრო მეტ კონკრეტიკას გთხოვთ, აი აქ მნიშვნელოვანია ალბათ ხაზგასმა იმის, რომ მაგალითად 4 ოქტომბრის პროცესებიდან ჩვენ დავინახეთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, აქციაზე მდგომი ადამიანების გარკვეული ნაწილი არ გახდა იმ პროცესის მონაწილე, რასაც ერქვა მაგალითად პრეზიდენტის რეზიდენციაში შესვლა. ჩვენ ბევრი ანალიზი მოვისმინეთ, შეფასება ეს იყო პროვოკაცია, ეს იყო წინასწარ დადგმული თუ ასე შემდეგ, მაგრამ აი როდესაც გთხოვთ აი დღის წესრიგზე მეტ კონკრეტიკაზე საუბარს, აქ გულისხმობ აი რას სთავაზობთ ახლა უკვე სხვა შეცვლილ რეალობაში თუნდაც აქციაზე მდგომ ადამიანებს, ან იმათ, რომლებიც აქამდე არ იყვნენ მაგალითად თქვენი გულშემატკივრები, აი მუდმივად გვესმის, რომ საზოგადოება არის კონკრეტული რაღაც სცენარის მოლოდინში და ამიტომ რისი თქმა შეიძლება, რას გეგმავთ? კარგი შეკითხვა არის ნამდვილად. პირველი ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი ბუნებრივია იქნება ეს გაუქმების საკითხი, მაგრამ ამით პარტია ვერ იცხოვრებს, ეს არის ქართული ოცნების მიერ თავს მოხვეული მორიგი დიქტატორული სქემა და ეხლა ნამდვილად ჩვენ არ ვიქნებით იმით დაკავებული, რომ ვაიმე გაუქმებენ და დღეს გაგვაუქმებენ თუ ხვალ გაგვაუქმებენ და ვაიმეს ხტომა როდის არის, ამით ვერ დავკავდებით. ანუ ეს პროცესი როგორც იქნება, ისე გაგრძელდება. მეორე ხარისხოვნად უყურებთ ცალსახად, მაგრამ ამავე დროს, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ და ეს ცალსახა არის, ერთი არის ქვეყნის გარეთ ბევრად უფრო მეტი მუშაობა, რომ ის სანქციები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მზადდება ივანიშვილისთვის დასაწესებლად, უფრო სწრაფად მოხდეს მათი იმპლემენტაცია, ეს ერთი. მეორე, ქვეყნის შიგნით ხელი შეუწყოთ საზოგადოების
წარმომადგენლებისთვის უფრო მეტი სტიმულის მიცემას, რომ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში და ამავე დროს ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ ქუჩის პროტესტი იქნება თუ სხვადასხვა სახის ნაბიჯების გადადგმა კიდევ უფრო აქტიურად იყოს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაცია და მათ შორის უპირველესად ნაციონალური მოძრაობა წარმოდგენილი როგორც საინფორმაციო ველზე, მათ შორის სააგიტაციო მდგომარეობით მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ პარტიას ბევრად უფრო მეტი სამუშაო აქვს ამ მიმართულებითაც და ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ ჩვენმა მხარდამჭერებმა უკეთ უნდა დაინახონ მათ შორის ის ალტერნატივა, რაც არსებობს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც არის მზად ივანიშვილი გაუშვას ნებისმიერ ფასად, მაგრამ არის ნაწილი, რომელსაც ჭირდება გეგმაზომიერი კონკრეტული ხედვა თუ როგორ და რა ფორმით მოხდება ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლება. ხო, აი მუდმივად არის პოლიტიკოსებისადმი ეს პრეტენზიები და ამიტომაც ვცდილობ ყველა სტუმართან ამაზე გავაკეთო აქცენტი. მადლობას გიხდით. ამ პრეტენზიების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის სამართლიანი და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამის აღმოფხვრა. კი ბატონო, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და გემშვიდობებით. ჩვენ უსმენდით ლევან სანიკიძეს, იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ ბატონი ნიკა ჩერქეზიშვილი შემოგვიერთდება, ლელოძლიერი საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი. ბატონი ნიკა, საღამო მშვიდობისა. იმედი მაქვს, კარგად გესმით ჩემი ხმა. გამარჯობა. გამარჯობა. კი ბატონო, ბატონიკა, დავიწყებ ასეთი შეკითხვით. ასაკრძალ პარტიათა ჩამონათვალში თქვენი შეკითხვა აჩენს ბევრ კითხვას. აი, მთავარი გაურკვევლობა მაინც ის არის, თუ როგორ უკავშირდება თქვენი პოლიტიკური გუნდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას, ზოგადად იმ მუხლებს, რაც ჩაიწერა, იმ საფუძველს, რაც ჩაიწერა საკონსტიტუციო სარჩელში. თქვენი ანალიზი რომ გაუზიაროთ ჩვენს აუდიტორიასაც, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ ხართ მოსარჩელე მხარის სამიზნე დღეს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. აქ მთავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენი კოალიცია ლელოძლიერი საქართველო წარმოადგენს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მთავარ სამიზნეს. ჩვენი პოლიტიკური პარტია შექმნილია სწორედ ამ ორპოლოსიანობის გასარღვევად. ერთი მხრივ ეს არის ქართული ოცნება და მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობა და რაღაცნაირად მუდმივად ცდილობენ, რომ რაც კოლექტიურად მიგვაწებონ ამ პარტიებს რეალურად ბუნებრივია, რომ ჩვენ არაფერი გვაკავშირებს, ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული ღირებულებები გვაქვს და ერთადერთი მიზეზი, რაც მოიტანა ქართულმა ოცნებამ, იყო ის, რომ ვითომ ჩვენ უარი ვთქვით, ვითომ კი არა დადასტურებულად უარი ვთქვით გაყალბებული არჩევნების შედეგად შემდგარი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე დავტოვეთ მანდატები და ერთადერთი მიზეზი, რომელიც თქვენ დაუდეს საფუძვლად, რომ გაუქმნეს და აიკრძალოს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, არის ეს. სხვა ვერანაირი მიზეზი ბუნებრივია ვერ მოძებნეს და ვერც მოძებნიდნენ, თუმცა დაველოდოთ რა იქნება, როგორ იქნება, ჩვენთვის ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ჩვენ ვართ ყოველდღიურ ბრძოლაში რუსულ რეჟიმთან, ვართ ყოველდღიურ ბრძოლაში როგორც ინსტიტუციურ დონეზე, ისე ქუჩის პროტესტში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვხატოთ ქართველი ხალხის ინტერესები. კი ბატონო, ბატონიკა, აი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის დასკვნაზეც მინდა კითხოთ, ვინაიდან ავტორების განმარტებით პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს სწორედ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დაედო, რომლითაც როგორც საზოგადოებამ იცის, შესწავლილია ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა. ამიტომ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა თქვენთან მიმართებაში, აი რა კავშირები გამოიკვეთა თქვენი როგორც პარტიის იმ ქმედებებთან, თუნდაც იმ ქმედებებთან, რომელიც დასკვნის სახით მოამზადა აი ამ საგამოძიებო კომისიამ. ამ კონტექსტშიც საინტერესოა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? თქვენ იცით, რომ საგამოძიებო კომისიამ პირველი ვინც დაიბარა თავის ხტომებზე ეს იყო მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორედ კოალიცია ლელოძლიერი საქართველო არის ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის მთავარი გამოწვევა. მათ არ დაიბარეს არაერთი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. ლელო საერთოდ 2019 წელს შეიქმნა, თქვენ იცით, და კომისია შეისწავლიდა 2012 წლიდან მოყოლებულ საქმეებს. ბუნებრივია, არანაირი საერთო ნაციონალური მოძრაობის მმართველობასთან ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას
ხსენებას არ აქვს. ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ლელო არის თავარი გამოწვევა ქართული ოცნებისთვის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცნაირი სამართლებრივი საფუძვლები მოძებნონ, რათა აიკრძალოს ჩვენი პარტია მათივე წესებით, მათივე უსამართლობით, თუმცა ჩვენ გასაჩევრებული გვაქვს ეს საკონსტიტუციო სასამართლოში. კი ბატონო, ამ მიმართულებით უფრო მეტი მინდა რომ კი ბატონო, მეტ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ვინაიდან თქვენი ყავით ერთადერთი ჯერჯერობით პარტია, რომელმაც პოლიტიკური გუნდი, რომელმაც გაასაჩივრეთ ხო წინასწარ და განმარტება იყო ასეთი, რომ ასაჩივრებთ იმ ანტიდემოკრატიულ ნორმებს, რომლებიც ქართულმა ოცნებამ მიიღო და რომელთა საფუძველზეც სურს, რომ ოპონენტი პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს, ფორმულირებაც ასეთი იყო. საზოგადოებამ უკვე იცის, რომ თქვენი პოზიცია ასეთი, რომ ეს აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო ნორმებს. თუ შეიძლება ამ მიმართულებით მეტი განმარტება რომ გავაკეთოთ ჩვენი აუდიტორიისთვის, აი რა კონტექსტში მოდის წინააღმდეგობაში, როგორც საქართველოს მთავარ კანონთან, ასევე საერთაშორისო ნორმებთან, რა ირღვევა, რა მიგაჩნიათ კანონსაწინააღმდეგო და ანტიკონსტიტუციურად. თქვენ ფაქტობრივად თქვენს კითხვაში უპასუხეთ. აი ამ მუხლებზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება. კი ბატონო, ესეა ჩვენ ვიქნებოდით თუ არა. ჩვენ ვიქნებოდით თუ არა. კი ბატონო, ჩვენ ვიქნებოდით თუ არა ამ ჩამონათვალში ნებისმიერ შემთხვევაში გავაპროტესტებდით ქართული ოცნების ამ კანონპროექტს, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, ეწინააღმდეგება განსხვავებული აზრის არსებობას, განსხვავებული პოზიციების არსებობას და არ არის მისაღები ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რომელზეც ვარ დაფუძნებული. ჩვენ ამიტომ აბსოლუტურად არ ქონდა ამას მნიშვნელობა, ჩვენ ვიქნებოდით თუ არა ამ ჩამონათვალში, ნებისმიერ შემთხვევაში გავაპროტესტებდით. ნუ ისე მოხდა, რომ ჩვენც აღმოჩნდით ამ ჩამონათვალში და ამით არაფერი არ შეცვლიდა, როგორც გითხარით, ვიქნებოდით თუ არ ვიქნებოდით, ეს ჩვენთვის არის მიუღებელი, იმიტომ რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს განსხვავებული პოზიციები, განსხვავებული აზრები და არ უნდა მივდიოდეთ ავტორიტარიზმისკენ, უფრო მეტად ტოტალიტარიზმისკენ, კიდევ უფრო მძიმე ფორმებისკენ. პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ასეთი, რომ აი რაც შეეხება ლელოს დეპუტატებს თვითმმართველობაში, თვითმმართველობა მაინც არის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და აქედან გამომდინარე პოლიტიკურ პროცესზე ამას არსებითი გავლენა მაინც არ აქვს. აი რა გამოდის, როგორ აფასებთ, აი თქვენი როლის პოლიტიკურ პროცესებში თქვენი როლის არაღიარება, დაკნინება, არ გცნობთ თუ აი რა ტიპის განაცხადია ეს თქვენი გუნდის მისამართით და რას უპირისპირებთ, აი რა სტრატეგიას უპირისპირებთ ამ მიდგომას? განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ლიდერები. ერთი მხრივ ისინი რაც თქვენ ბრძანეთ მაგას ამბობენ და მეორე მხრივ საუბრობენ იმას, რომ აკრძალავენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიებს, ხოლო შედარებით პატარა პარტიებს არ შეეხებიან. ისინი ჩვენ აღვიქვავენ, ბუნებრივია, მსხვილ პარტიად, ძლიერ პარტიად და სწორედ ამიტომ გამიზნულად იქცევიან ჩვენს საწინააღმდეგოდ. ამიტომ მათი განცხადებები არის ურთიერთსაპირისპირო. ერთი მხრივ რაც თქვენ ბრძანეთ ის განცხადება და მეორე მხრივ ასევე პაპუაშვილმა თქვა, რომ ჩვენ სოლიდურ პარტიებს, მსხვილ პარტიებს ვეწინააღმდეგებთ და სწორედ ამ მიზნით შეგვიყვანა ამ ჩამონათვალში. ამიტომ მათი პოზიციები არ არის თანმიმდევრული, არ არის დალაგებული და თვითონ ირევიან საკუთარ სიტყვებში. კი ბატონო, აქვე მინდა კითხოთ, ასეთ განმარტებაც მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ ლელოს აკრძალვის შემდეგ ლელოს წევრები საკრებულოებში დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. ალბათ იმსჯელეთ პარტიაში, როგორია სტრატეგია, როგორია პოზიცია ამასთან დაკავშირებით, როგორ გაგრძელდება ეს. იმდენად მტკიცეა განმარტებები, მოსალოდნელია, რომ აიკრძალება, არ ვიცი თუ რაიმე ისეთი რადიკალური ცვლილება არ მოხდა ქვეყანაში, ალბათ აიკრძალება ეს პარტიები, მათ შორის თქვენ. ამიტომ დამოუკიდებელ დეპუტატებად თქვენი წარმომადგენლების პოზიციონირება, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ბუნებრივია, ეს არ არის იოლი მდგომარეობა, თუმცა არ არის გადამწყვეტი, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიბრძოლებთ მოუძებნით აუცილებლად სამართლებრივ ფორმებს, როგორ ვიყოთ ხალხის სამსახურში, შევხედოთ რა იქნება, ჯერ მიდის პროცესი, ჩვენ როგორც გითხარით, გავასაჩივრეთ საკონსტიტუციაში, მივალთ სტრასბურგამდე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნებისმიერ პლატფორმაზე წინააღმდეგობა გაუწიოთ ქართულ ოცნებას, თუმცა თუ აიკრძალება ჩვენი პარტია, ჩვენ აუცილებლად მოუძებნით სხვა შინაარს, სხვა ფორმებს წინააღმდეგობის და ნებისმიერ შემთხვევაში ვიქნებით
ვიქნებით ქართველი ხალხის გვერდით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ წუთას არ აქვს გადაწყვეტილი ეს რა ფორმა იქნება, რა შინაარსი იქნება, ამიტომ არ მინდა რომ სპეკულაციებში გადავიდე, ბუნებრივია რომ ჩვენ არ შევწყვეტ ბრძოლას, ეს არის მთავარი სათქმელი და ნებისმიერ შემთხვევაში რა სტატუსიც არ უნდა კონდეს, ვიქნებით ქართველი ხალხის სამსახურში, არ აქვს ახლა მნიშვნელობა იმას ჩვენ გაგვიუქმებენ პარტიას თუ არ გაგვიუქმებენ, ან ჩვენ ვიქნებით ლელოს წარმომადგენლები საკრებულოში თუ დამოუკიდებელი დეპუტატები, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გამოვხატავთ იმ იდეებს, იმ ღირებულებებს, რომელიც აქვს ჩვენს კოალიციას, ლელო ძლიერ საქართველოს და გვერქმევა თუ არა ლელო, ჩვენ მაინც ამ ღირებულებებზე, ამ იდეებზე ვიქნებით დაფუძნებული და როგორც გითხარით, მოვძებნით აუცილებლად გზებს, რა გზებითაც დავუპირისპირდებით რუსულ რეჟიმს. იმ პარტიების ბრძოლიდან გასვლას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ და ვიქნებით წინააღმდეგობაში. იმ პარტიების მიმართაც მინდა კითხოთ ვისი მისამართითაც აი მომავალშიც რისკები გამოიკვეთა. საზოგადოებამ უკვე გაიგო რომ აი სამ კონკრეტულ პარტიას ემუქრება ამ სარჩელით გაუქმება, თუმცა აი სხვა პარტიებისადმიც არ განეიტრალებულა მსგავსი რისკი. მთავრობის მეთაურმა თქვა ასეთი რამ, რომ რაც შეეხება მემკვიდრე პარტიებს, ვინმე თუ მოინდომებს რომ ამ პარტიების ნაცვლად იგივე შინაარსით შექმნან ახალი პარტია, ამისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გვაქვს კანონში რეგულაციები და გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით იქნება მიღებული მათი აკრძალვის შესახებო. აი რას ნიშნავს ეს განცხადება? თქვენ როგორც პოლიტიკოს რას გეუბნებათ ამით პრემიერ-მინისტრი? ამით აკეთებენ ერთგვარ პრევენციას, რომ თუ გაუქმდება ჩვენი პოლიტიკური კოალიცია, ლელო ძლიერი საქართველო, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ჩვენ პოლიტიკურად აქტიურმა პირებმა დავაფუძნოთ სხვა პარტია და უკვე ამაზე არის საუბარი, რომ 14 დღის ვადა არის, მე მგონი, როგორც სწორად მახსოვს, ნათქვამი 14 დღის განმავლობაში შესაძლებელია, უკვე ამჯერად თუ 9 თვიანი ვადა არის, პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპზე უკვე 14 დღიანი ვადა არის და ჩვენ სწორედ ეს ნორმა გავაასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, იმიტომ რომ შეუძლებელია 14 დღის განმავლობაში ეს ყველაფერი შეისწავლო და ამის საფუძველზე გააუქმო პოლიტიკური ორგანიზაცია. ესაც ერთგვარი დამატებითი დაზღვევა არის ქართული ოცნების მხრიდან, რომ ჩვენ თუ რაღაც სამართლებრივ გზებს მოვძებნით, ამ შემთხვევაშიც წინ იჭერენ ასე ვთქვათ პერიოდს, რომ ამ შემთხვევაშიც შეძლონ ჩვენი გაუქმება. თუმცა კიდევ სხვა ვერსიებიც არის, სხვა შინაარსიც არის, სხვა ფორმებიც არის, რომელზეც ახლა შესაძლოა არც იყოს რელევანტური საუბარი, ჩვენ გვაქვს ამაზე ნამსჯელიც, ნაფიქრიც და აუცილებლად გამოვძებნით, როგორც თქვით, წინააღმდეგობის ფორმებს, რითიც დავრჩებით ნებისმიერ შემთხვევაში წინააღმდეგობაში, ჩვენ ამ პროცესიდან არავითარ შემთხვევაში არ გავემიჯნებით. არსებობს სხვა ფორმებიც სამართლებრივი, როგორც შეიძლება დაუპირისპირდეთ რუსულ რეჟიმს. კი ბატონო, ერთი ასეთი კითხვაც მინდა დაგისვათ ბატონი კარაი, თქვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მოწინააღმდეგეები შეიძინეთ თავად ოპოზიციურ სპექტრში, პროევროპულ პარტიებს გულისხმობ, რა თქმა უნდა. თქვენი სპიკერების მოწოდება კი იყო ისეთი, რომ და მუდმივად გვესმოდა, რომ თქვენ არ უპირისპირდებოდით სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებს პარტიებს, რომ საერთო პოლიტიკური მტერი ყველასთვის ქართული ოცნება იყო და ამ ოპოზიციას სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაეკეთებინას სწორება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ აი თქვენ სხვა პოზიციის ერთგულები აღმოჩნდით, სხვები არ მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში. რას ფიქრობთ ახლა, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სტრატეგია, ისევ არის თუ არა, რაიმე საერთო პოლიტიკური ბრძოლის საერთო სტრატეგია შესამუშავებელი და რა ბერკეტი დარჩა ერთმანეთთან მისასვლელად, არსებობს კი რესურსი იმისა, რომ თქვენ კვლავ შეძლოთ რაღაც საერთო მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება. ჩვენი კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო ფიქრობს, რომ აბსოლუტურად სწორედ მოიქცა, როცა არჩევნების იდეაზე და ინსტიტუციურ ბრძოლაზე არ თქვა უარი, იმიტომ რომ ჩვენ ქართულ ოცნებას, რუსულ რეჟიმს უნდა ვებრძოლოთ ყველა მიმართულებით, ეს იქნება ინსტიტუციური მიმართულება, ეს იქნება ქუჩაში პროტესტი თუ საერთაშორისო ასპარეზზე, ამიტომ ნებისმიერი ამ კომპონენტის გამოკლება იყო დიდი შეცდომა, ბუნებრივია კატასტროფული შეცდომა იყო ბოიკოტში ყოფნა, ამან მნიშვნელოვნად გააძლიერა ქართული ოცნება, თქვენ იცით, რომ კაჰაკალაძე ფაქტობრივად თბილისის მოსახლეობის 20%-ის მხარდაჭერა მიიღო და ამის საფუძველზე გახდა თბილისის მერი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი თანმიმდევრული სტრატეგია, ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს პოზიციებში და ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიაზროს, რა მოხდა, შეაფასოს სწორად ნახოსის გამოსვლები, რომელიც ჰქონდა ჩვენს კოალიციას, ნახოსის გამოსვლები, რომელიც ჰქონდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს და თვითონ შეაფასოს, რა იყო სწორი, რა იყო სახელმწიფო
საზოგადოებრივი, რა იყო ეროვნული ინტერესების გამომხატველი და საბოლოოდ სად იქნა დაშვებული შეცდომა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა რომ ბოიკოტი იყო შეცდომა, ძალიან დიდი ავანტიურა იყო 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, რამაც კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა, არაერთი ახალი პოლიტპატიმარი გააჩინა და რაღაც დოზით გაუხსნა ქართულ ოცნებას ხელფეხი, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს, ამის შეფასება უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ და თუ ის ოპოზიციური პარტიები, ვინც ბოიკოტს უჭერდა მხარს და გაიაზრებენ ამ ყველაფერს და აღიარებენ საკუთარ შეცდომებს, შემდეგ შეიძლება უკვე ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და ვიდრე ამის გააზრება და აღიარება არ მოხდება, ვერ ვხედავთ ბუნებრივად, ორგანულად რომ მოხდეს ერთიანობა და ხელოვნურად კიდევ არანაირ ერთიანობას არანაირი აზრი არ აქვს. ჩვენ ვმუშაობთ და საკრებულოშიც იმიტომ შევედით, რომ წამოვწიოთ წინ ხალხის პრობლემები. დღეს არ ვიცი, აი პირველი დღე იყო ჩემი საკრებულოში მუშაობის და მთელი დღის განმავლობაში არ ვიცი ვინც ტელევიზიით ადევნა თვალი ამ პროცესებს, არაერთმა ადამიანმა დამირეკა, მესაუბრა საკუთარ პრობლემაზე და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მთავარი. პოლიტიკაც ეს არის, რომ ჩვენ გამოვხატავდეთ ხალხის ინტერესს, ამიტომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, ეს იქნება ავარიული სახლები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, რა ეფექტური სატრანსპორტო პოლიტიკა, ბავშვთა კვების არარსებობა სკოლებში, ასევე პრობლემებია ძალიან ბაღებში, არის პრობლემები მიუსაფარი ცხოველების მიმართულებით, არაერთი პრობლემა, არაერთი თემა არის, რაზეც მუშაობა გვჭირდება ჩვენს მოსახლეობასთან და თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესებს, ბუნებრივია პარალელურად ვიქნებით ქუჩის პროტესტში, წინააღმდეგობაში და ასევე ჩვენი პოლიტიკური ლიდერები არიან ახლა საზღვარგარეთ, მუშაობენ ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენ ყველა ფრონტზე, ყველა მიმართულებით ვცდილობთ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ქართულ ოცნებას, მათ შორის სამართლებრივი გზებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანით და მოკლედ, სადაც კი შესაძლებელია, რომ ჩვენ წინააღმდეგ დაპყრობებში რა მოლოდინი გაქვთ, ამაზეც მინდა კითხოთ, ბატონო. აქტიურად ვმუშაობთ. კი ბატონო, აი თქვენი საკონსტიტუციო სარჩელი. რა მოლოდინი გაქვთ ამასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ. იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართითაც აფიქსირებთ პრეტენზიებს, ისე როგორც სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები, პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამიტომ ეს იყო პროცედურა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგევლოთ თუ გგონიათ, რომ რეალური შედეგი მოყვება თქვენ სარჩელს? ჩვენ მუდმივად გვესმის მსგავსი შეფასებები, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდანაც, რომ აი არჩევნებს აზრი არ აქვს, მაინც გააყალბებენ საკონსტიტუციაში სარჩელის შეტანას აზრი არ აქვს, მაინც იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც ქართულ ოცნებას უნდა. ბუნებრივია, რომ ეს ასია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიბრძოლოთ და წინააღმდეგობა არ გაუწიოთ. ეს არის საფეხური, რომელიც უნდა გავიაროთ, რომელიც აუცილებლად გასავლელია, რომ შემდეგ უკვე დასავლეთში წავიღოთ, სტრასბურგში წავიღოთ სარჩელი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ, წინააღმდეგობაში უნდა შევიდეთ. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ არაფერს აზრი არ აქვს, მაშინ დავიხუროთ ქუდა, წავიდეთ სახლებში. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, ის არც იბრძვის. თუ ადამიანი ბრძოლაში ხარ, წინააღმდეგობაში ხარ, ნებისმიერ შემთხვევაში შენს მცდელობებს არ შეიძლება რომ არ მოყვეს გარკვეული შედეგი. ამიტომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიბრძოლოთ და ესე ვუყურებთ ამ პროცესსაც. არ ვფიქრობთ, რომ რაღაც წინასწარ წაგებულია, ბუნებრივია არ გვაქვს მოლოდინი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა საფეხური გავიაროთ ბრძოლაში, წინააღმდეგობაში და მივყვებით ამ პროცესს და ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს. თავარია, რომ საქართველოს მოსახლეობა ხედავდეს, რომ ლელო არ ნებდება, არ წყვეტს წინააღმდეგობას, არ წყვეტს ბრძოლას და ნებისმიერ პლატფორმაზე ეწინააღმდეგება ქართულ ოცნებას და არსად არ ტოვებს საქართველოს მოქალაქეებს მარტო. კი ბატონო, კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ვიდრე ტექნიკურ პრობლემას მოვაგვარებთ და შევძლებთ სტუმართან დაკავშირებას. მინდა იმ ადამიანებთან დაკავშირებით კითხოთ, რომლებიც აქციაზე დგანან 327 დღეა დღეს და ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ პატიმრობაში უშვებენ შეცვლილი გამკაცრებული კანონმდებლობით მათ, ვისაც ბრალი დაედება გზის გადაკეტვისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმაც იწვნიეს საკუთარ თავზე სიმძიმე ამ შეცვლილი და გამკაცრებული კანონმდებლობის და თქვენ იყავით პარტია, რომლებიც ბრძოლის შერეულ მეთოდს ემხრობოდით, როგორც არჩევნებში მონაწილეობას, ასევე სამოქალაქო აქტივიზმს გარეთ ქუჩაში. ეხლა როგორ ფიქრობთ? როდესაც არის ახალი რეალობა და ძალიან რეალურია პარტიების აკრძალვის შედეგი ვიხილოთ, გარეთ აქტივიზმი რას შეცვლის, ან რა ფორმა უნდა მიიღოს, რა როლი უნდა იკისროს ოპოზიციამ, კონკრეტულად მაგალითად თქვენ, ვინაიდან ჩვენ ვხედავდით, რომ პროცესებიდან ბოლო დროს დისტანცირებული იყო პოლიტიკური კლასი.
კი ბატონო, უპირველეს ყოვლისა მინდა უდიდესი პატივისცემა დაუდასტურო ყველა იმ გულწრფელ ადამიანს, ვინც რეალურად არის ამ პროტესტში უკვე 300 დღეზე მეტია და ფაქტობრივად საკუთარი თავისუფლების გაწირვის ხარჯზე ყოველდღიურად გადის რუსთაველზე. ძალიან დასაფასებელია ეს ადამიანები და ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ ძალისხმევას. უბრალოდ ვფიქრობთ იმასაც, რომ უნდა მოხდეს გააზრება, რა მდგომარეობაში ვართ და უნდა მოხდეს იმის გააზრებაც, რომ ეს პროტესტი უნდა იყოს სახალხო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილოს რაღაც გარკვეულ პარტიულ დღის წესრიგს, არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა ცადოს ამ პროტესტზე კაპიტალიზაცია და ჩვენ ასე უყურებთ ამ პროტესტს, ჩვენ ვუყურებთ პროტესტს ისე რომ თვითონ ის აქტივი, რომელიც ახლა იქ დგას და წინააღმდეგობაშია, თვითონ მივა იმ დასკვნამდე, რომ აქ ყველა უნდა გავერთიანდე და არც ერთი პოლიტიკური აქტორი არ უნდა იყოს მიუღებელი მათთვის. ჩვენ პროტესტს მეტნაკლებად ჩამოუშორდით მაშინ, როცა მთავარ მოთხოვნებს ასთა ეს პროტესტი, როცა რაღაც პარტიულ დღის წესრიგს დაექვემდებარა, თქვენ იცით, რომ გარკვეულ პერიოდში პროტესტის მთავარი მოთხოვნა იყო არა არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნებს და ეს ჩვენს ხედვას, პოლიტიკურ ხედვას ეწინააღმდეგებოდა, თორემ ჩვენ ყოველთვის, როცა პროტესტის მთავარი მოთხოვნა იყო ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენ ყოველდღიურად ვიყავით აქტიურად პროტესტში, მარშებით უერთდებოდით მარჯანიშვილის მოედნიდან, ასეთი ათობით მარში გვაქვს ჩატარებული, მაგრამ შემდეგ უკვე როცა მოხდა ისე, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ცადეს კაპიტალიზაცია და რაღაცნაირად წაიყვანეს ამ მიმართულებით პროტესტი, ჩვენ ბუნებრივია, რომ ამ პროტესტში მონაწილეობას ვეღარ მივიღებდით, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა არჩევნების იდეაზე უარის თქმა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ინსტიტუციურ ბრძოლაზე უარის თქმა და აი ამიტომ ჩვენ პროტესტში რაღაცნაირად დისტანცირდით. ახლა ახალი გზებია მოსაძებნი, ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, როგორ დაუპირისპირდებით ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა არ უნდა დაემსგავსოს რაღაც აი ციყვირო წრეზე ტრიალებს, აი ამ პროცესში არ უნდა ვიყოთ, რაღაც ახალი შესაძლებლობები უნდა მოვძებნოთ. ნახოთ რა შესაძლებლობები გამოიძებნება პოლიტიკური აქტორების მხრიდან. მადლობას გიხდით, რომ დაგვითმეთ დრო, მადლობა. დაგემშვიდობებით. ნიკა ჩერქეზიშვილს უსმენდით, ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი იყო ჩვენი სტუმარი და გადაცემის დასკვნით ბლოგში ასევე საინტერესო რესპონდენტი უნდა წარმოგიდგინოთ, ნიკა ფარულავა, პარტია ახალი. მასთან შეგვიძლია ჩვენ უკვე გასაუბრება. ბატონ ნიკა, საღამოშვიდობისა, მადლობას გიხდით. მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. თქვენმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა, როგორც კი ამ სარჩელზე დაიწყო გადაწყვეტით საუბარი, ვინც ჩვენ აგვგრძელავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადი აქვს პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით, რომ ამას გაუსვა თავისივე სტატუსში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში მან ხაზი. თქვა, რომ საკუთარი პროფესიების გამოყენებით ბოლომდე იბრძოლებს ივლისს ბათუმში პარტიის და საკუთარი თავის წარსადგენად საკონსტიტუციო სასამართლოში. გითხარით უფრო მეტი თუ შეიძლება რა ბრძოლის გზას ირჩევთ, რა რესურსი არსებობს, როგორ უნდა გადაირჩინოთ ერთი მხრივ თავი, როგორც პოლიტიკურმა აქტორებმა, პარტიამ, პოლიტიკოსებმა და როგორ არ უნდა დაკარგოთ ამ მომრჩეველთან, თქვენ საზოგადოებასთან, თქვენს მხარდამჭერებთან მისასვლელი გზები. მოგესალმებით, მე ვესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მე აქ ვთვლი, ჩვენ რაიმე თავის გადასარჩენი გჭირს. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რეალურად თუ იმეს აინტერესებს და ეს ხაზზე უცხადესია პოლიტიკური უფლებები დიდი ხანია გაუქმებულია და ეს გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად და სიამოვნებაში გულისხმობს ყველანაირი პოლიტიკური უფლების და გაუქმებას, ზოგადად პოლიტიკური აზრის აკრძალვას, ეს უბრალოდ ამის საბოლოო წერტილამდე დასმა. ანუ ადამიანებს სიამოვნებაში შეუძლებია, რომ თქვენ იმ ფორმალურ პროცესში მონაწილეობას გეკრძალებათ, რომელშიც აქამდე ჩვენ წერდით იმას, რაც გვინდოდა, მაგრამ აი ამ დემოკრატიული პროცესის იმიტაციას მაინც ვქმნიდით, ხო? ანუ აი ეს სხვარიც კი გადაიმოხა, იმიტომ რომ ქართული ოცნების ცესკოს დაანგარიშებითვე დაახლოებით 800,000 ადამიანმა 2024 წლის ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაუჭირა კონკრეტულ პარტიებს მხარი, კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, ხო? და პროდასავლურ ძალებს. შესაბამისად
ის ქართული უცვლება რეჟიმი არაუბრალოდ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, პროდასალ პოლიტიკურ ძალებს ეუბნება, რომ თქვენ გავუქმებთ პოლიტიკური საქმიანობიდან და გიგზავნოთ პოლიტიკური საქმიანობის გეთებას და აღსრულებას, არამედ ამ 800.000-მდე მის საკუთარ მოქალაქეს თითქმის ნახევარს ეუბნება, რომ ჩემთვის თქვენი პოლიტიკური შეხედულება არაფერს არ წარმოადგენს და მე ამას კონსტიტუციურ დონეზე გავამხარებ ერთი და მეორე ის რომ ამიერიდან მე გადავწყვეტ თქვენთვის რომ დავუჭიროთ მხარი და მე შევქმნი თქვენს თქვა მე გადავწყვეტ რა უნდა იყოს თქვენი არჩევანი ფორმალურადაც კი და ეს მათ შორის დაადასტურა სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წოდებულმა შალვა პაპუაშვილმა, როდესაც თქვა რომ თუ ვინმე გაძლიერდება დიახ ჩვენ მართლაც ავგზავნოთ სიამბლეში მისი განაცხადი ეს იყო. იქ ბევრი დეტალია კიდევ 2008 წლის ომთან დაკავშირებით. კი ბატონო. სერიოზული ბრალდებები და აი საგამოძიებო კომისიის დასკვნებია მოხმობილი, რასაც მთლიანად დაიყრდნო ეს სარჩელი. ხო, რაც თავის თავში აპრიორი ტყუილია, იმიტომ რომ მე მინდა რომ ამას გამოვიხმაურო განსაკუთრებით თქვენი ეთერის მეშვეობით. კი ბატონო, აუცილებლად ეს ძალიან აინტერესებს საზოგადოებას, იმიტომ რომ თუ აიკრძალებით, ეს არის მიზეზი გამომწვევი. არა, თუ აიკრძალებით არა, მე ამას არ გულისხმობდი, მე მინდა გამოვიხმაურო იმ ნაწილს, რომ ცხადია შემდეგ თქვენს ნებისმიერ კითხვაზე უბრალოდ მე მინდა თქვენი ეთერის მეშვეობით მათ შორის მაყურებელს უთხრა რომ ტყუილია როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ 2008 წლის ომის რეზოლუციასთან დაკავშირებით იმას რომ თითქოს ამ რეზოლუციაში წერია რომ საქართველოს დაიწყო ომი ან რაიმე ისეთი რაც საქართველოს პოზიციებს დააზიანებდა სინამდვილეში რაც ამ რეზოლუციაში წერია არის ის რომ რეზოლუცია საერთოდ არ ახსენებს თუ ვინ დაიწყო ომი ამაზე საუბარი საერთოდ არ არის რეზოლუციაში ეს არის ტყუილი ამ რეზოლუციამ თუ ამ რეზოლუციაში არის ნახსენები ის რომ რეალურად რუსეთმა ქართველებს მოგვიწყო ეთნიკური წმენდა და ისინი არიან ამაზე პასუხისმგებლები და ეს არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც პირდაპირ კაფიო და არაორაზროვნად პირველად ზოგადად ისტორიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამოჩნდა ჩანაწერი რომ დამოუკიდებელ საქართველოსთან დაკავშირებით რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ეს მოხდა პირველად და ვინმეს თუ არ ახსოვს შევახსენებ რომ 2008 წელს საერთაშორისო განწყობები ჯერ კიდევ არ იყო ისეთი ფორმირებული და რადიკალური როგორც დღეს არის იგივე უკრაინის ომთან დაკავშირებით სამწუხაროდ. კი ბატონო, მაგრამ მაინც ძალიან მძიმეა ბრალდებები, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ გადაწყვეტილებას და უკვე საფუძვლად დაედო ამ სარჩელს. და ძალიან არ ვიცი, ძალიან თუ საკმაოდ მძიმეა ის რეალობა, რაც მაგალითად თქვენთან მიმართებაში არის, ლიდერები პატიმრობაში, პარტიას ემუქრება გაუქმება. ბატონიკა, ესეთი რამ მაინტერესებს, აი რას ცვლის ეს თქვენი პოლიტიკური ბრძოლის დღის წესრიგში? რაიმე რადიკალური ცვლილება დაიგეგმა, აი რაზე იმსჯელა გუნდმა, როდესაც ორი რთული მოცემულობის წინაშე ხართ დღეს. ნუ ზოგადად მასშტაბურად კიდევ სხვა ტიპის პრობლემებია, მაგრამ უშუალოდ თქვენს პარტიასთან დაკავშირებით მინდა რომ გითხრათ, რას შეცვლით? მე არ მინდა ისე წარმოვიჩინოს რომ თქოს პრობლემები რაცა აქეთ ხარეს არის და ეს არ ახალი იყო ჩვენთვის პრობლემები სიამბლეში აქვს რეჟიმს და ეს მათ შორის მათ ამ გიჟურ და ჩემეს და არაადეკვატურ გადაწყვეტილებებში ჩანს მიუხედავად იმისა მათ ტრაგედია აქვს არჩეული იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის დასტური იმისა რომ ისინი საბოლოო ჯამში ვერანაირ ურთიერთობას ვერ დაალაგებენ როგორც თავად ეძახიან დასავლეთთან მათ შემდეგ რაც ერთ-ერთი ყველაზე წმინდათა წმინდა საკითხი დასავლეთისთვის და მათ შორის საქართველოსთვის მისი ტრადიციებიდან გამომდინარე არის არჩევნები და არჩევნებით ხელისუფლება, როცა ჩვენ აუქმებ 800.000-მდე მოქალაქის შენივე ცესკოს დათვლებით პოლიტიკურ უფლებებს, ხო აქ უკვე დემოკრატიულ სამყაროსთან ურთიერთობის დაალაგებაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება იმას, ჩვენი გეგმები როგორია და ასე შემდეგ, ჩვენი გეგმები არანაირად არ შეცვლილა. მე არ მინდა სურათ ისე დაიხატოს, რომ თითქოს ჩვენ მქონდა რაღაც შუალედური სხვა ტიპის გეგმა და ასე შემდეგ და რაღაც არა. ეს არის ტყუილი, ჩვენ მქონდა ერთი გაცხადებული მიზანი ამ ქვეყანაში პოლიტიკური დემოკრატიული ცვლილებების მოტანა. ჩვენ ვიცოდით ამ გზაზე როდესაც მივიდით მათ შორის როდესაც ავირჩიეთ გზა სრულიად თანამშრომლობის განსხვავებით ბერლინში გაქცეული სუპერძალოვანი მინისტრისგან სრულიად თანამშრომლობის რეჟიმის იზოლაციის სხვა პროდასალო პოლიტიკურ ძალებთან ერთად ცხადია ჩვენ ვიცოდით რომ ეს გზა არ იქნებოდა იავარდით მოფენილი და ზოგადად ამ ქვეყანას აქვს ეგ ტრადიცია რომ ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფლების მოპოვება გადის მათ შორის უსამართლოდ ოთხ კედელში ციხეში გამომწვევაზე მაგრამ მე შეგახსენებთ რომ თუ ვინმე მოდესმე ისტორიაში საქართველოს ჩვენ სამშობლოს წაართვა მრავალპარტიული
პასუხისმგებლობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური უფლებების რეალიზების საშუალება და არ მხოლოდ პოლიტიკური, მათ შორის პოლიტიკური სამოქალაქო უფლებების რეალიზების საშუალება, ეს იყო საბჭოთა რუსეთი. შესაბამისად, მე არ მომეწონება ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი, ისეთი, ვისაც სურს იმ პრინციპებით და იმ წესებით ან შეთანხმებებით ცხოვრება, როგორც იყო აქ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ და არაფორმალებს ეძახდნენ მაშინაც პროფესორის გიალოვსკი და რიმაბერიძე, ბერაძე უკაცრავად, რომელიც ახლა რეჟიმის დეპუტატები არიან, არაფორმალებს ეძახდნენ ისინი მაშინაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებს, ექსტრემისტებს, მოლოტოვის კოქტეილით შეერაღებულ ადამიანებს, თუმცა საბოლოო ჯამში ისევ მათ დაამარცხეს და დააბრუნეს ეს არჩევნები. ხო, გზა გადის ერთიან ძალისხმევაზე, გზა გადის პროპაგანდასთან საერთო ბრძოლაზე, საერთო შეთანხმებულ მესიჯებზე, ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებაზე და გზა გადის სულ არ თანამშრომლობაზე და ჩვენი წინააღმდეგობის უწყლობაზე. ეს არის ერთადერთი გზა და ეს თამაშის წესები ჩვენ არ აგვირჩევია. ეს თამაშის წესები მათ შორის დააწესა ივანიშვილის გუნდმა, იმიტომ რომ მან უბრალოდ ჩაკეტა სხვა ყველა სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანმა საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა განახორციელოს. არ არსებობს ასეთი სივრცე სხვაგან გარდა ქუჩისა. დღეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვით, დღეს რუსთაველის გამზირზე პროტესტის გაძლიერებით, არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, სინამდვილეში იხსნება ამ ქვეყნის გზა თავისუფალი ცივილიზებული სამყაროსკენ და ეს ქვეყანა ეხსნება რუსეთს, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ბატონიკა, კონტექსტიდან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, რომ პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი, პოლიტოლოგები ამბობენ, რომ აი ამაზე სწორება რომ უნდა გადაიკეტოს აუცილებლად რუსთაველის გამზირი. მე არ ვიტყვი რომ მარტო გადაკეტვა მეთქი, მე გიხარით სხვა ფორმებთან. კი ბატონო, მაგრამ მე ასე მინდა დაგისვათ კითხვა და თქვენი ანალიზი იქნება საინტერესო. ამაზე სწორება დღეს არ არისო მთლად გამართლებულიო, მაშინ როდესაც ვხედავთ რომ ადამიანების საპატიმროში გაშვებაზე დგას ეს ყველაფერი და მათ შორის ჟურნალისტების, თუმცა ახლა აქ ჟურნალისტებს არ გამოვყოფ. აი ამ რისკებზე იყო საუბარი, რომ იქნებ სხვა გზები უფრო ეფექტური აღმოჩნდესო. ამიტომ ძალიან საინტერესოა, თუნდაც იმ კონტექსტში პოლიტიკური პარტიების კოორდინაცია თუ არის აუცილებელი ან დაგეგმილი, თუ არის დაწყებული ერთმანეთთან საუბარი, რაც გართულებული იყო და ჩვენ ვნახეთ, ხო, არჩევნების პერიოდში პრინციპში შეუძლებელიც გახდა. აი, რა იცვლება გარეთ ბრძოლის სტრატეგიაში, ესეც საინტერესოა. ხო, მეტი სიცხადისთვის და მეტი დაზუსტებისთვის მე ვიტყოდი იმას, რომ აქ პოლიტიკურ პარტიებს შორის კი არ იყო რაღაც გაუწყლობა და განზიდვა ერთმანეთისგან. უბრალოდ ვაზუსტებ თქვენს კითხვაში, რაც იყო ჩაქსოვილი. სინამდვილეში იმ ორმა პოლიტიკურმა ძალამ, ამ შემთხვევაში გახარია საქართველოს, გახარია გერმანიისთვის უბრალოდ, როგორც მას სინდის პატიმარმა რეზო კიკნაძემ შეარქვა და ლეო ძლიერი საქართველო, მათ თავად ხვის უარი იმ პროცესში მონაწილეობას და იმ პროცესის ნაწილად ყოფნაზე, რომელზეც ისინი დღეში 27 ბრიფინგს ატარებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა გამარჯვების და წარმატების მომტანი. ეს საჯარო ინფორმაცია შეგიძლიათ გადაახვიოთ, გადაამოწმოთ შემთხვევაში მაყურებელს მიმართავ. კი ბატონო, ბევრი განმარტებაც მოვისმინეთ და ამაზე არ დავკარგავ ახლა დროს. კი ბატონო. ხო, არ ვერ გავიგებ გაცავთ რა თქვით? ანუ ბევრი განმარტებაც მოვისმინეთ მათ მხარეს, მაგალითად მათი მხრიდან გახარიას პარტიის წარმომადგენლები დღესაც ამტკიცებენ, რომ მათ ასე არ უთქვამთ და დიდი პოლემიკა იყო და ლეოსთან დაკავშირებით ხო, მან შემოადგენლები გახარიას პარტიის წარმომადგენლები ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვიან, იმიტომ რომ სინამდვილეში ამ პარტიას გასაფასო. ხო, სამომავლო გეგმებზე რო დავხარჯოთ ეს დრო თუ შეიძლება. არსებითი მნიშვნელობა უბრალოდ მეტი სიცხადისთვის თქვი, იმიტომ რომ არ მინდა რომ გასაგებია. რომ თითქოს რაღაც აქეთ დაპირისპირება არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებით და არა, ჩვენ ერთ მხარეს დარჩნენ ადამიანები, სამოქალაქო ჯგუფები, ორგანიზაციები, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები და პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომლებიც დარჩნენ ერთგულები იმ იდეის და პრინციპების, რასაც დაეფუძნა ჩვენი საერთო წინააღმდეგობის მოძრაობა და მეორე მხარეს ეს ორი პარტია, რომლებმაც ხელიკრეს ამ პრინციპებს. ეხლა გადავიდეთ მომავლის ნაწილზე. ხო, მნიშვნელოვანი ერთიანი ძალისხმევა, ჩვენ ვცდილობთ რომ ეს გამოვაჩინოთ და გამოვალუნოთ, მათ შორის 26 ოქტომბრის დიდი შეკრება იყო ამის ერთ-ერთი დემონსტრირება, არა საკმარისი, მაგრამ კარგი დემონსტრირება, მათ შორის შუალედური დასაწყისისთვის შეგვიძლია ასე დავარქვათ, იმიტომ რომ ამ აქციის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიგვიღია მხოლოდ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს, ეს იყო ერთობლივი აქცია, არავის არ შეერთებია და ასე შემდეგ. ეს აქცია დაიგეგმა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებმაც არ უღალატეს იმ პრინციპებს, რაზეც ჩვენ შევთანხმდით 26 ოქტომბრის და განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ, აი როდესაც კოლბახიძემის მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა და ჩვენ ვთვლით და ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მსგავსი ტიპის მჭიდრო კოორდინაცია ერთიანი ძალის ხმევის გამოიმჟღავნების მიზნით კიდევ უფრო გაფართოვდეს, კიდევ უფრო გაძლიერდეს და შეიძინოს მათ შორის სხვა ფორმები და შინაარსები. აი დაწყებულია ეს პროცესი, აი ეს არის ძალიან საინტერესო. ხო, აი ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენი წინასწარმეტყველი ამბობდა, რომ არის გეგმები, მაგრამ ნაადრევია ამაზე საუბარიო, მაგრამ ეს წინასწარმეტყვი ვინ იყო უკაცრავად? ლელოს წარმომადგენელი, თუმცა აი ნაადრევიას რას გულისხმობ, ლელოს წარმომადგენელი ვიზე საუბრობს, მათთან კომუნიკაცია არავის არ ქონია, იმიტომ რომ სიამბლეში მათ დღეს გაწყობლება მიიღეს, რომ სიამბლეში მათ დღეს განცხადებები გააკეთეს უფრო სწორად, საერთოდ რა იმას საუბრობენ, რომ მათ განცხადებები გააკეთეს, რომ ბოიკოტის გზა იყო არასწორიო. ის განცხადება გააკეთეს, რის საპირისპირო განცხადებასაც 1 წელი ყოველდღე თავაზობდნენ. ამიტომ ეს ადამიანები თუ შედის მათთან კომუნიკაცია და შეთანხმება. ეს ადამიანები უნდა ჩამოყალიბდნენ. აი ეს არის მე მგონი პასუხი თქვენს ამ კითხვაზე, თქვენს გეგმებში თუ შედის მათთან კომუნიკაცია. კიდევ ერთხელ, ჩვენს გეგმებში ეს რომ შედიოდა, ეს რომ სასურველი იყო, ჩვენს დავამტკიცეთ საქმით. ყველამ ერთად, მათ შორის ლევომ, მაშინ როცა ჩვენ დავრჩით იმ საერთო შეთანხმებების ერთგულები. მაგრამ ახლა ეს კითხვა ჩემს მათ უფრო მიემართებათ. გზა, რომელიც მათ აირჩიეს. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლება წართმეულია, ხო, ეს გზა არის არსაი, ჩემი აზრით. მაგრამ ბატონიკა, აი ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს, ალბათ ეს ნაკლებად საინტერესოა თქვენი აუდიტორიისთვისაც მათ შორის და ყველა პარტიის მხარდამჭერებისთვისაც, რომლებიც რეალურ შედეგებია. მე მოდი ვიქნები ძალიან კაფეო და ნათელი. დღეს მათმა ლიდერებმა, ერთ-ერთმა მთავარმა სპიკერებმა განცხადებები გააკეთეს, რომ არ ვიცი რაღაცა თითქოს კიდე ჩვენ გვაქვს იქით ბოდიში მოსახლეები ადამიანებისთვის, რასაც ბოდიშსაც კი არავინ არ ითხოვს, ხო? ესე არ კეთდება პოლიტიკა, უბრალოდ აქ შეცდომების გადააზრებაზეა. როცა შენი ამომრჩეველი, შენი 200,000 ამომრჩეველი უარყოფს და გეტყვის, რომ მე დღეს გავარ სიმართლის მხარეს, ანუ არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნება წოდებულ ფარში, აქ მე მგონი საკითხი დახურულია და შემდეგი ნაბიჯები ჩვენზე. ამიტომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ისინი უბრუნდებიან ყველა იმ პრინციპებით, იმ შეთანხმებებით, რომელიც აქამდე არსებობდა. პირველ რიგში საზოგადოებასთან, რომელსაც ჩვენ ველაპარაკებოდით და ვეუბნებოდით, რომ ჩვენ არჩევ შემთხვევაში ხელს არ ჩამოვართვით რეჟიმს და ამით მათ სიცოცხლის უნარიანობას არ მივცემთ, აი ამ ადამიანებს უნდა ელაპარაკონ პირველ რიგში. აქ არის საუბარი ნიკა ფარულავას და მის დამოკიდებულებაზე. არის პარტიას და მის უნდა დავასრულოთ. კი ბატონო. ამიტომ ერთიანი ხედვისთვის მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ თამაშის საერთო წესებზე და ეს თამაშის საერთო წესები იყოს დაფუძნებული პასუხისმგებლობებზე და ვალდებულებებზე. დიახ, აი ამ საერთო წესებზე შეთანხმება რამდენად არის მოსალოდნელი აი ამ კონტექსტში გეკითხებოდით, რომ ისინი თქვენ მაინც ვთვლით, რომ სხვა ფლანგზე არიან, სხვა ნაპირზე არიან და ელოდებით მათგან, ხო, პირველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დემოკრატიული ძალებმა ჩემი ეს 26 ოქტომბრის ეს გამოვავლინეთ, მათ შორის გვაქვს ამ შეთანხმების უნარი, როდესაც მოქმედებთ ამ შეთანხმების ფარგლებში, როდესაც საკუთარ გაცემულ სიტყვას ვიცავთ და ხელმოწერილ დოკუმენტებს, რომელზეც ვამბობთ საჯაროდ, რომ ამაზე თანახმავართ, აი ამ დოკუმენტების ერთგულები ვჩებით. ამიტომ განაჩენი კითხვები მიემართებათ იმ ძალებს, ვინც ეს შეთანხმები დაარქვეს. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. დიდი მადლობა ბატონიკა, მადლობას გიხდით. ნიკა ფარულავასთან საუბრობდით, ჩვენ პარტია ახალს წარმოადგენს იგი. ასეთ იყო დღეს ჩვენი სათქმელი. მე მადლობას გიხდით, რომ იყავით ჩვენთან ერთად. ხუთშაბათს შევხვდებით.